გატაცებული მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე მინგა ზამბახიძემ გააკეთა. გატაცებულ 8 ადამიანს შორის 7 სოფელ კორბოლიდან არის, ერთი კი ჭალიდან. რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა ტყეში ჯონჯოლს კრებდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევა. ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორში 17 ქართველი რჩება. ყველა სტრუქტურა ჩართულია ამ საქმეში, ინფორმაციები გვაქვს ნამდვილად, რომ არიან კარგად, არაფერი არ ემუქრებათ, არ აქვთ არანაირი პრობლემა, არც კვების არ არის, არანაირი ზეწოლა და ველოდებით ადმინისტრაციული ჯარიმის დაჯარიმების შემდეგ სასამართლო პროცესით გამოუშვებენ და ასე რომ ყოველდღიურ მოლოდინში ვართ, რომ 17-ვე მათგანი ჯანმრთელად და კარგად იქნება და მალე დაგვიბრუნდებიან. გადაცემა თქვენს რომ გუშინ მოხდა, მაგრამ ჩვენ დღეს დილით გავიგეთ. პოლიცია იყო მოსული და მან შეგვატყობინათ. დარეკვით თვითონ არ დაურეკავს. გუშინ უკავშირდებოდი მთელი დღით, გამართული ქონდა ტელეფონი. მე მეგონა ალბათ დაუჯდა თქო და დღეს დილით ესეთი ამბავი გავიგეთ.